Sagaida mamisa da zisa da sulisa tmisata. Malduba otkhalmetso kide pregvachuga suti sobeshi. იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ დავწობი და წეში გავიპარებით თორე და ამიტომ ყოველდღეს და მადლობდეთ მეცა და ვთხოვდეთ შეძენა შეადმამობ რომ ბევრი ასარებაში მემონება რომ საღამოს ლოცულობ დილას არა ეჩქარება წასება სამუშაოზე ან საღამოზე ამ დროს ადამ დაილოცო დილას რომ მთელი დღე დაცული იყო რომ არ იყოს რევოლუცია არ იყოს პოლიგონი რომ ვემოჩილებოდეთ ხმერს და არა დროს არა მოდას ნახშირად ამბობ ჩასმულობას იმიტომ ჩასმულობიდან ჩანს რა არის შიგნით ხშირად ამბობ მაზიარებლებზე მე აი ჩემ დროს კომისიების დროს იყო მოკლიკაბა მოდაში მაგრამ მე გართულება არ მქონდა იმიტომ რომ ცოდნა არ მქონდა რომ ეს ცოდვა ადამიანი ღებულობს იმას რაც მიღებულია რაც მოდაშია ახლა როცა მაზიარებელი ხარ და 12 ვილოსვაში გიძერია ცოდვილი ვარ გამოფენაზე ამ და გამოიტანოს ხეობიდან 10 დაოჯახებულებიდან 7 არის დაშორება. ესე იგი, დროზე მოდაზე ან ევროპაზე კი არა ბედნიერება. და ზოგონი ევროპაშია ბედნიერება, იმიტომ რომ იქ უმუშავას მეტი აქვს, აქ მუშას. მაგრამ ეკი ხშირად მოყავს ინგლისის მაგალითი, რომ არისტოკრატების 5% ყოველ წელიწადს იკლავს თავსა. არისტოკრატი კიდე რას კი რა ფი არ აგლია, უზრუნო ყოფილია მატერიალურად. აქაც ზოგი მილიონერი შვილი თავს იკლავს. ზოგი მილიონერი უკმაყოფილოა თავის შვილით, ესე იგი, ყველაფერი მივეციო და უკმაყოფილოა. რა არ მიცა? ღმერთის სიყვარული. და ჩვენ ბავშვებს ნათქვამია, რომ ბავშვების აღზრდა იწყება გაღიმებიდან. ჩვენ შეიძლება ყველაფერი ასწავლო და ახარჯო იმას და მე რო გაიზრდება თქვა, რომ ესე იგი, რა ხდება უკმაყოფილო ხარ შვილის. და რა ასწავლე? ღმერთის სიყვარული და ღმერთის სიყვარულს თუ ასწავლე. მე ის როცა ეკითხავს საბავშვო ბიბლიას წინდა და ცხოვრებებს იქ დაინახავს გრიგოლ პერაძე რომ სვარენობის ადამიანს შეეწირა არა მართლმადიდებლებს და შეიძლება ცოდნა ჰქონდეს ფისმეტყველება ჰქონდეს და გძულდეს სვარენობის ადამიანი შეიძლება გძულდეს ტერი ამ დროს ოდენს კი არა იმას უწევია რა ქვია ერისკაც ლოცვამტრისათვის უფალი გეუბნება თუ მარტო მოყარები გიყვარსო ესე იგი, არა ხარო ქრისტიანიო, შენ კიდე სიზულში ხარ. დაგვიფაროს მე თუ ამ სიზულისგან და ვინა სიყვარულის წყარო არის ღმერთი. ხშირად ვადარებ აი მზეს, აი მზე რო არ იყოს, ციცივით მოგდებით. ასევე მადლის გარეშე ადამიანს რა უთქვა ღმერთმა. თუ შეჯამ თუ აღძაო ხისო, მოგდებითო, მაგრამ ხო შეჯამეს ფიზიკურად კი ამას სულით მოგდებ. ასევე სულიკდარია ყველა ვინც სიზულიშია, ვინც შულშია და შული საიდან მოდის უფრო ხშირად მატერიალური სიდოვშირიდან და ხშირად მოყვარდა კიდე მოიყვან მოციქულების მაგალითს ახლა იყიდე მათადას ხსენება უშენებოდ გუშინს მატერიალურად ღარიბებდნენ და ადიდებდნენ ღმერთსა და ეს მადლიერების ნომა მოხდეს ღმერთმა და რატომ უნდა მოხდეს ხომ და გავაკეთოთ ბერჩისა ნორმალურ ღმერთსა როგორც ჟანგბადის გარეშე ვდები ჩვენ ფიზიკურად ასევე მადლიერებმა წმინდა ენოსო ქვია გამაართებელი იმიტომ რომ ქრისტეს მადლის გარეშე ხარ სიზულეში და კიდე მოიყვანე მაგალითს იმიტომ რომ იმ დროს ცხოვრობდესაც კომუნისტობა ქვია ჩვენ გავიზარდეთ 70 წელი რომ კაპიტალისტები არიან საზღვრები ამერიკელები იმიტომ რომ ცილისკოში ხო საქართველო ხა თქვენი დიზდები და მეც საიზღარია თურმე რუსეთი რაშვეჟია რუსი ხალხი რუსული ენა ესა უმეცრება ესა უვიცობა რა მარტო არა ქრისტიანო არა კაცობა როსტუმარი მოდის და იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლება ცუდად ექცევა უკრაინას ან შემოგეცა რაშვეჟია რუსი ხალხი რუსული ენა და ყველაზე მეტი რო იცოდეთ რუსეთია ქართველი და იმ რუსეთში არის ტაძრები ქართული წირვა მამა გაბრიელის იმას აშენებენ რა ქვია ტაძრებს ქართულად წირავენ რუსი მგლები და ამ დროს ასაც ქვია თურქეთი ქართველი არ გაწერიებს თვითონ იქვის ცხოვრები რატომ გაუჟილოება მოხდა გაბოროტება მოხდა შეიცვალა რჯული და გაბოროტდა ეს ადამიანი და ჩვენ ქრისტიანები ვართ ჩვენ რას გვიგადაგებს ქრისტე? There is Gewarders.
ყველა ქიყვარდეს და მაინც რომ 12 მოსკვიდან 11 აწამეს რატო? იმიტომ რომ წერია წუთის სოფელი ბოროტებაში ასევე ჩვენს ქართველების შეადვეწვების საწუნების გამო. მაგრამ თუ ესე იგი შევიწროებაში ხარ საწუნების გამო, რომს გაწამო, უნდა გეხაროდეს. ერთი არის ჩანაწერი. საქართველოში კი არა, რომ საჩუქრებზე ქრისტესწვენის გამო მუსულმანი აწამებს იმას. ქრისტიანს და იმას ეღიმება იქ. რატო? იმიტომ რომ იცის რომ მიდის ღმერთთან. ღმერთთან მოხდეს ასე ჩვენ ცოცხალი რწმენა, ჩვენთან არ ხმერთ.